გადარჩებიან და პროცესში დარჩებიან ის პარტიები, რომლებიც დემოკრატიულ პროცესს ფეხს აუწყობენ და თვითონაც იქნებიან დემოკრატიულები. ის პროცესი, რაც საქართველოშია დაწყებული, არ არის პოლიტიკოსების შესახებ და ამ შემთხვევაში ჩემს თავსაც მოვიაზრებ. ეს არის, რომ დემოკრატიული სისტემა ძირს უთხრის და ანგრევს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ სისტემებს. დემოკრატიული პროცესი იქ, სადაც მოქალაქეს თავისი ხმა აქვს და ის არის ძალაუფლების წყარო, ესეთი მოქალაქეები ებრძვიან ისეთ რეჟიმს, რომელიც თავისი არსით არის რუსული, გარდა იმისა, რომ რუსული საგარეო პოლიტიკა აქვს, რუსულად იქცევა, რუსები აქებენ, რუსებს ეხუტებიან და ასე შემდეგ, სისტემურადაც რუსულია. ზემოდან ქვემოთ ერთი კაცის ახირებაზე მორბენა, ერთ კაცს რაც ეს ამოვნება, ერთ კაცს რომელი პრემიერიც ეს ამოვნება, ერთ კაცს ვინც აწყენინებს. ანუ ესეთი სისტემა არის და ქართულ ხალხს პროტესტი ზუსტად ამის მიმართ აქვს. შენ რო ძალაუფლება შეინარჩუნო, მე უიზო რეჟიმს ნუ მაკარგინებ. შენ რო ძალაუფლება შეინარჩუნო, ამისთვის მე უხარისხო განათლება სკოლაში ჩემი შვილი ნუ იღებს, ხო? იმისთვის რომ შენ ძალაუფლება შეინარჩუნო, ამისთვის ნუ ამაცდინე ისტორიულ გზას, ხო? ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, ოღონდ ქართველი ხალხის დაკვეთა ზუსტად იგივე არის ოპოზიციის მიმართაც. რომ მე ვარ ძალაუფლების წყარო და შენ უნდა გაითვალისწინო ჩემი ინტერესები. მე უნდა ვიყო პროცესის ნაწილი. თუ მე არა ვარ პროცესის ნაწილი, მაშინ მე თვითონ მქვნი პროცესს. და მე არ ვემორჩილებ მაშინ შენ პროცესს, ხო? დემოკრატიული პროცესი სანამ არ გაიმარჯვებს, ბიზნესზე ვერ გავიმარჯვებთ.